ათონელის რეზიდენცია რემონტდებოდა როგორც უმაღლესი თანამდებობის პირისათვის გათვლილი რეზიდენცია ამ განცხადებას დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აკეთებს. გიორგი ამაშუკელი ამბობს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მისივე განმარტებით ეს შენობა პერსონალურ სამუშაო ოფისად და უმაღლესი რანგის დელეგაციების მიღებისათვის არის გათვლილი. რაც შეეხება თანხა თუ რა დაჯდა რეზიდენციის მშენებლობა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით საბოლოო ციფრი დაზუსტდება, თუმცა წინასწარი გათვლებით დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს. ამ ეტაპზე ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია თუ საბოლოოდ რა დანიშნულების იქნება ობიექტი. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა ქალაქ თბილისში ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შენობა მზად არის უმაღლესი თანამდებობის პირისათვის განკუთვნილი რეზიდენციის სტატუსით ფუნქციონირებისათვის. აქ დაახლოებით 6000 კვადრატი არის ფართი და იგი გათვლილი არის 230-250 კაცამდე სამუშაო, ასე იგი ადმინისტრაციისათვის. დაახლოებით დახარჯული არის 26 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნული შენობა წარმოადგენს და ხასიათდება თავისი სპეციფიკით, როგორც არქიტექტურით, ასევე შიდა კონსტრუქციით. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, დღემდე არ აღმოჩნდა რეალური პოტენციური მყიდველი, ვინც დაინტერესდებოდა აღნიშნული შენობით. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, მიზანშეწონილია აღნიშნული შენობის მოვიაზრებთ აღნიშნულ შენობას, რომ გადაეცეს რომელიმე სახელმწიფო უწყებას.